მოგესალმებით მეგობრებო. როგორც დაგვირდით, ერთ-ერთი საათი შევიძინე და მოემატა ჩემს კოლექციას და მინდა გაგიზიაროთ. პირველ რიგში ყველას გესურვებთ კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას და მეტი ფარავდეთ. მადლობა ყურებისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი და კიდევ ძალიან ბევრ ვიდეოს და კარგი ინფორმაციას მოგაზრდით. მოკლედ, ეს საათი არის ერთ-ერთი გამოშვებული იმ ფილმისა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიო საათების ინდუსტრიისთვის. რო კითხოთ ad ხალხს, რომელი საათი დაიწყეს პირველი კოლექცია, დარწმუნებული ვარ 10-დან 7, 10-დან 8 ადამიანი ყველა გეტყვით, რომ ეს არის Seiko. რა თქმა უნდა. სხვა რა თუ არა Seiko, რადგანაც ეს ფირმა ახერხებს როგორღაც ისეთ დონეს მიაღწიოს ხარისხის, სიზუსტის, მექანიკური თუ ტექნიკური მონაცემები, ისეთი მასალები გამოიყენოს იმდენ ხარისხიანად, ისეთ ფასში, რაც ფაქტიურად წარმოუდგენელია. არ არის 200-დან 300, 400, 500 დოლარებში ისეთი დონის საათებს შეხვდებით Seiko-სგან, რომ სხვა ფილმებს ალბათ 5, 6 და 7,000 დოლარი სჭირდება, რომ დონეს მიაღწიოს იმ სიზუსტეს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ყველა საათების მოყვარულების კოლექციაში არის საათი Seiko. მე არ მქონდა აქამდე Seiko. რამდენჯერმე უბრალოდ შევიძინე და მეგობრებს ვაჩუქე უბრალოდ. მაგრამ რა გადავწყვიტე რომ მქონდა Seiko და შერჩევის მომენტში ცოტა ფრთხილად უგვეკიდები რა საათი შევიძინე, რადგანაც მინდა რომ ყველა საათი რომელიც მაქვს, ყველა გამოვიყენო და ყველა მეკეთოს. ამიტომ რომელიღაცა სერია 5, რომელიც კარგია, არ მაქვს, იმიტომ რომ სხვა მოდელი მაქვს, სხვა ფირმისა მაქვს, ერთნაირებიც არ მინდა. ერთ-ერთი საათი, ყველა ჩემი საათი არის მექანიკური ან ავტომატური. არც ერთხელ არ მქონია ელექტრული საათი. Casio-ს გარდა, რომელიც Casio ესეთი სავალდებულო ფირმაა. ამიტომ გადავწყვიტე მეყიდა ესეთი Seiko, რომელსაც ქვია Solari, Speedmaster Solar-ებია, Speed Timer ბოდიშით. Speed Timer Solari, რომელიც 2021-ში გამოუშვეს. 1964-ში პირველად ქრონოგრაფის გამოშვების საპატივსაცემად. ეს არის სოლარული საათი, რომელიც იტენება მზის ენერგიაზე და 6 თვის განმავლობაში ერთი დატენვა ყოფნის 6 თვე იმუშაოს საათმა. ნახოთ, რომ ბევრნაირი მოდელები აქვს. ეს კონკრეტული არის SS909, რომელიც რატომღაც შამაჯურის გამო შევარჩიე. თვითონ ეს ეკრანი როგორიც ჰქონდა, იმის გამო შევარჩიე და ამავდროულად არის ლიმიტირებული. მხოლოდ 10,000 საათი გამოვა ასეთი. ულამაზესი საათი, ახლა გავხსენი რაღაცა. ისე შეყვარებული ვარ ამ საათზე, როგორც თავიდან. ყუთში არის, რა თქმა უნდა, ინვოისი და მისი $700 გადახდილი. არ არის ცოტა სამალი, აგერ ბატონო. ბარათი, გარანტიო და ასე შემდეგ, ოფიციალური დილერის განკვეთილებით ყოველ საათებს და ყველას ასე ურჩევ, რადგანაც გარანტია გქონდეს. და ნახოთ რა არის ეს ულამაზესი საათი. SC909 ეს შავი ამ ლამას ცისფერზე ულამაზესია. ეს შავი პატარა ეკრანები, რომელიც იქ არის სოლარული ეკრანებია, დისპლეები, ასე ვთქვა და თუ დაინახავთ, არ ვიცი. და ენერგიას ინახავს 6 თვის განმავლობაში. საოცარი მონაცემები აქვს, +15 წამი აქვს თვეში, რაც 9 წამია დღეში, ესეთი. გამოჩნდება, ვიცი, ლიმიტირებული რაოდენობაა. მე მერგო 10,000-დან 2056. 0,56.
39 აქვს დიამეტრი, 39 მმ, ძალიან კარგია. 13 სანტიმეტრი აქვს, 13 მმ აქვს სისქე. 160 გრამია. V 192 კალიბრით არის მექანიზმი და შავკეტავ ერთ წუთი, საკეტი საკმაოდ კარგი აქვს, თუმცა ეს რაღაცა ნაიბელი უშლის ახლა ამჟამად ხელს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი საათია. ანუ სპორტული საათი, ჯინსზე, თეთრ ზედაზე, თუ ნებისმიერ სხვაზე პრინციპში. წყლის გამძლეობაც აქვს, რა თქმა უნდა, Seiko-ა. ენერგიის შემოწმება შეგიძლიათ გამოწიოთ სამჯერ, ესე სულ და ამას რო დააწევით. როგორც ვიცი. აი ეს კი ბატონო. აი ენერგია. აჩვენებს რომ ნახევარია. ეს ქრონოგრაფი როგორც მუშაობს, ხო ვიცით? გააჩერებ, გააგრძელებს. გააჩერებ, გააგრძელებს და შეგიძლიათ რესეტი გააკეთოთ. გაჩერების შემდეგ, კი ბატონო. ეს არის ჩემი ახალი შენაძენი. ძალიან ბევრი ფერი აქვს, მე ძალიან მოძომა მაგარია. ძალიან მაგარი ფერი აქვს, საერთოდ აქვს შავები, ვერცხლისფერები, ცისფერი, ყვითელი, წითელი, მწვანე. ვარდისფერია კიდევ ერთ გამოშვებული, თუ ვინმე შეძენა გინდათ ამ მოდელის, გირჩევთ ვარდისფერიც იყიდოთ, ანუ ვარდისფერი იყიდოთ, ოდნავ ძალიან ღია ვარდისფერია, რომელიც 6000 წელი გამოვა. ანუ ეს არის 10000 გამოვა, ის გამოვა 6000. ანუ ლიმიტირების ფარგლებში ის ვარდისფერი ჯობია, უბრალოდ მე ცისფერი უფრო მომწონდა. რატომღაც. არ ვიცი, შეიძლება ვარდისფერი შევიძინო, მაგრამ ჯერ ალბათ სხვა საათებს სხვა ფირმაზე გადავალ. კარგით, მოკლედ. დაწერეთ კომენტარებში მოგწონთ თუ არ მოგწონთ ჩემი შენაძენი, რას ფიქრობთ? და რა ვიცი. შემდგომში გამოიწერეთ ჩვენი ახით, შემდგომ ვიდეოში იქნება ჩემი საკუთარი კარწიე. ნახოთ რომელი კარწიე მიყვარს და რომელი კარწიეთი, ასე რომ ვთქვათ, ვიამებ გულს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს საათები. მე მგონი ძალიან კარგი არჩევანია, ძალიან ლამაზია, ჩემი აზრით. ეს შავი სამაჯური ყველას არ აქვს. ხოლმე მოდელს აქვს, შუაში ჩადგმა. ვფიქრობ, რომ ძალიან უხდება მაჯას. კარგით, მოკლედ წარმატებები და დროებით. შემდგომ ვიდეომდე. მადლობა ყურებისთვის და იმედია კიდევ შევხვდებით ძალიან ბევრ ლამაზ ვიდეოს დავდებთ და ლამაზ საათს განვიხილავთ. დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ, მოგწონთ თუ არა ჩემი არჩევანი. თუ გაქვთ ვინმეს მსგავსი საათი ან სხვა მოდელები, დადეთ და ვისაუბროთ. წარმატებები. კარგად.